გამარჯობა. მე ირაკლი ვარ და ევროპაში მოტომოგზაურობაზე წლებია ვოცნობ. ეს კი ჩემი ძმაკაცი ოლეგი. ერთ შვენიერ დღეს გავაცნობიერეთ, რომ სიცოცხლე გადის და სწორი მომენტი უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე გზას დავადექით. 21 დღეში გავიარეთ 9200 კილომეტრი და 11 მხრება. მაგრამ მოგზაურობა ზედმეტად მარტივი რომ არ გამოსულიყო, დავამატეთ წვიმა, ქარი, სიცხე, სიცივე, სერკვა, სიგნალე, სინათლე და უამრავი პრობლემისა. ეს არის პომპეის ამფითეატრი. ეს არის მოგზაურობა, რომელმაც სამუდამოდ შეგვიცვალა. ასე ჩავედით იგუმენიცებში, საბერძნეთის საპორტო ქალაქში, საიდანაც გადასვლას იტალიაში შევძლებდით. პრინციპში თავიდანვე ჩვენი მიზანი მაქსიმალურად სწრაფად იტალიაში მოხვედრა იყო და ეს უმოკლესი გზა მოვიგზავნოთ. გორანი საღამოს, პროსტორად ღამე 11 საათზე გადიოდა, მანამდე დრო გქონდა, ვისადილეთ და ცოტა ქალაქში გავისეირნოთ. კიდევ ერთი გასაკვირი ამბავი, ბენზინგასამართ სადგურზე თბილისელები შეხვდნენ. ავლაბრელი სომხები. მოგვიკითხეს, დაინტერესდნენ რამე ხომ არ გჭირდებოდა სადილი და დასარჩენი შემოგთავაზოთ. რა თქმა უნდა გაგვიხარდა, დიდი მადლობა გადავუხადეთ და დავამშვიდობთ. ტერმინალზე მივედით ბილეთების აღება და მშვენიერი ამინდი დავტოვეთ გარეთ. ალბათ ასე 9 საათი ვიქნებოდით შიგნით. გარეთ რო გამოვედით, ცა ჩამოიქცა. სხვა გზა არ იყო, შევტრიალდით და რამდენიმე საათი სკამზე გავატარეთ.
საბერძნეთის პორტი, გორანი, დიდი იტალია. აბა, აი გასაგები. ოკეი, ეს დავაყენე. პლატფორმაზე დაახლოებით 11 საათზე შევედით, მაგრამ რამდენიმე საათი ლოდინი მოგვიწია. ჯერ გემმა დააგვიანა, შემდეგ დრო მის დაცლას დაჭირდა. მხოლოდ შემდეგ დაიწყო ჩადვირთვა. ჯერ მგზავრები აიყვანეს, შემდეგ დიდი ზომის ტრაილერები, სუბუქი მანქანები და ბოლოს მოტოციკლები. გორანი რატომღაც პატარა გემი გვეგონა და ვერ წარმოგვედგინა, რომ ამხელა ხომალდით ჩამოდგებოდა. დაახლოებით ისეთი ეფექტი ჰქონდა ფანტასტიკურ ფილმებში უცხო პლანეტაზე დესანტის გადასხმას რომ უყურებთ, ფაქტიურად პანდორაზე ვიყავით. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი. ამასობაში იტალიელი მოტომოგზაურები გავიცანით, გამოგიხეთ საინტერესო ლოკაციებზე. ასევე გვაინტერესებდა ქალაქ ბარიში თუ ნახავდით მოტომაღაზიას. მაინდა-მაინც ხალისიანი მოსაუბრეები არ იყვნენ, თუმცა რაღაც დონის კომუნიკაცია შედგა. გემზე დაახლოებით პირველ საათზე ავედით, დავპარკინგდით, შემდეგ მოტოციკლები დაამაგრეს, გაგვაფრთხილეს, რომ ყველა საჭირო ნივთი აგვეღო და თან წაგვეღო, რადგან ლოკაციაზე ჩასვლამდე ვეღარ შევძლებდით პარკინგზე მისვლას. როგორც მივხვდით, 3 სართული პარკინგი იყო და ეს ტერიტორია დაიკეტებოდა, გემის დაძვრის შემდეგ მხოლოდ თანამშრომლები შეძლებდნენ აქ მოძრაობას. რამდენად უსაფრთხო იყო აქ ნივთების დატოვება, ამაზე პირდაპირი პასუხი არ გაგვცეს, ამიტომ ფასეული არაფერი არ დაგვიტოვებია. ლიფტით ავედით მიმღებში, სადაც სასტუმროს კავშირის სტანდარტული პროცედურა გავიარეთ და ჩვენი ნომერი გამოგვიყვეს. ჩვენი სართული, კაიუტები. ქაური გაჭირვებული ხალხი. მიწაზე კი არა და იატაკზე წევს. ჩვენ ვუტოვოთ. ესეთი პატარა კაიუტა გათიდრული. პატარა, მაგრამ თითოეული კაიუტა გვაქვს ხედით. აკეთ ესეთი საფირფარეშო თავისი დუშით. ტელევიზორიც კი გვაქვს. გემზე მე-11 სართულზე რესტორანი იყო. დაბინავების შემდეგ ვივახშმეთ და თითოეულიც მივარტყით გამარჯვების აღსანიშნავად.
დილით საუზმეზე ავედით, ჩვენ ბილეთებში საუზმეც შედიოდა, თუმცა დიდი არაფერი, ერთი ყავა და კრუასანი იყო. ბორანზე უმრავლესობა მძღოლები იყვნენ, თუმცა უტრანსპორტო მგზავრებიც იყვნენ. ბევრ მათგანს ნომერი საერთოდ არ ჰქონდა და ზოგს სად ეძინა, ზოგს სად. ვინც სავარძლების დაკავება მოასწრო, მას გაუმართლა. ბევრს კი უბრალოდ იატაკზე ეძინა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ. ეს არ იყო ჩემი პირველი განთიადი ზღვაში, თუმცა მაინც საოცარი სანახავი იყო. გადავედით იმ განცდით, რომ ეხლა რაღაც სახის შემოწმება უნდა გაგვიარა, პასპორტ კონტროლი მაგალითად. თუმცა ამ ფიქრებში ისე დავტოვეთ ტერმინალი, რომ ზედაც არავის შემოუხედავს. დილაბშიდობის დღე მე-7 ჩვენი მოგზაურობის ჩამოვედით პრინდისში გემიდან. ეს 4 ოქტომბერი. ესე სიტუაცია. პორტიდან გამოვედით ეგრევე. გავწვალდით ცოტა, იმიტომ რომ არსად ჯერ კაიუტაში შემოგვივარდნენ, ჩეკაო და წინასწარ არავინ არ გაგვაფრთხილა დროზე, ან უნდა გამზადებული ყავი ან 9 საათში. მერე არსად ნიშნები არ იყო, ყველგან იტალიურად აწერია და პლუს რაღაცნაირი პრეტენდენტები იყვნენ, რომ ეკითხებიათ პასუხობენ წესიერად.
გასასვლელისა და ვიბურდივალით ამ სამხები ძერით ხოლმე. როგორც მივაგენით და როგორღაც გამოვედით. შემდეგი გაჩერება არის ბარი. სპრინტის მგონია რომ პატარა თავადია და ის გაჩერება. ალბათ რომ მე-6 დღეს დაახლოებით 460 კილომეტრი გავიარეთ. აქედან 252 კილომეტრი გემით. Grazie, prego. Buongiorno. Buonasera. იტალიური გავიმეორე და გზას დავადგეთ. იტალიაში ჩამოვედით მოტოციკლეტები. ბრინდის გავწვდით და გადავწყვეტეთ მეორადი გზები გამოგვეყენებინა, რომ ლამაზი იტალია შეგვეგვიწყო. ნამდვილი მოგზაურობა ეხლა იწყება. ასე აღმოჩნდით ზეთისხილის ულამაზეს ბაღებში. ჩვენი ყურადღება ქვის ამ სახლმა მიიღო. არ ვიცოდი და შემდეგ გავარკვიეთ, რომ მას ტრულო ქვია. ის დამახასიათებელია სამხრეთ იტალიისთვის. შენდებოდა ქვისგან მშრალი წყობით. სახურავს ჰქონდა კონუსური ფორმა, რომელზეც დატანილი იყო რაიმე სახის სიმბოლო. ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც ქრისტიანული, ასევე რაღაც მაგიური მნიშვნელობის. ასე აღმოჩნდით საოცარ ადგილას, ქალაქ ლატიანოსთან, სასაფლაოს.
ქალაქში შევიდეთ და მამაძე სასახლეა. აქეთ ესეთი სასაფლაოები გამოცდები. მუზეუმი არის. პირველად ნახე ესეთი ადგილი. ამ ადგილს საოცარი აურა ჰქონდა. როგორც წესი, სასაფლაოზე შფოთვის და სიმძიმის გზნობა მეუფლება ხოლმე. აქ კი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სიმშვიდეს და ჰარმონიას ვრძნობდი. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი.